გამარჯობათ, ეთერში ვართ. ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. თქვენს წინაშე ვართ კლავინდებურად ბატონები გეგა ხვედელიძე, თორნიკე კივილაძე და მე ბექა თავბერი. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა გვინდა სამივემ თვითონაც მოგილოცავენ თავისთავად, მაგრამ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე, მისი ნაწილების აღმოყვანების დღეა დღეს. ეს მართლაც მირონ ლუკის დიდი ბრწყინვალება, დიდი მეოხი, მთავარ ეპისკოპოსი, მრავალ სასწაულს დღესაც აღასრულებს თქვენი ჭირიმეთ, ვინც გულით სასუებს მას, გულით თხოვს მას, რა თქმა უნდა და თხოვნასაც გააჩნია კიდევ შინაარს. დღეს ყველაფერს ითხოვენ. შეიძლება თხოვნითაც კი შეურაცხო უფალი და წმინდანი. გააჩნია რა სითხოვ ადამიანი ახლა იქ მანქანებს ითხოვ თუ რა სითხოვ, ეს შენ თავში შენ უნდა იცოდე. ასე რომ ინებოს წმინდა ნიკოლოზმა სრულიად ივერია დაიფაროს როგორც კლავინდებურად, როგორც აქამდე იფარავს. გამახსენდა პატრიარქის სხვათა შორის, ჯერ ჩვენს უწმინდეს მიულოცავ თავისთავად. ჩვენს წმინდა სინოდის ერთგულ მსახურებს ყველა წმინდა ასე თქვა ჩვენს სასულიერო და საეროს თქვენ მოგილოცავთ და ჩვენს ლევანს მიულოცავ ჩაჩუას აქედან წმინდა ნიკოლოზი იყოს მისი მფარველი და გამომხსნალი რა თქმა უნდა იმ გასაჭირიდან რაც მის გამო ყველას ჩვენთაგანს გვაქვს რამე თუ მისი ყოფნა ეროვნულ მოძრაობაში არავისთვის სულ ერთი არ არის პირიქით ძალზედ გვაკლია მისი მედგარი პოზიცია და მისი გონება და აზრი. თუმცა დღესაც გვაწვდის ხოლმე ის და არ არის პასიურად. აქედან მოკითხვა მას. პატრიარქი გამახსენდა და რატომ ეს სულ გვახსოვს, მაგრამ ერთშენიერ დღეს ესეთი რამ თქვა მან, რომ ხშირად ქონიაო სინოდსო განსაცდელებიო როგორც ჩვენს ქვეყანასო და სინოდის ხტომა რამოდენიმე გზის როცა წაუყვანია ხელისშემშლელ სუბიექტებს ის ამჩნევდა კარგად და იცოდა თუ ვის რა სურდა რა კალაპოტით წარემართა ხოლმე წარმართულიყო სინოდის ხტომა და რამოდენიმე ერთშენიერ დღესაც გულში შეუთხოვია წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა გიორგისთვის რომ გაწმინდეო ეს სინოდიო და შეწევნა სთხოვა და ის ორი ადამიანი თუ რამდენიც იყვნენ ისე ალბათ თვითონაც არ ელოდნენ ისე ვიღაცამ დაურეკა უცებ საქმე გამოუჩნდა თუ რაღაც აბრძანებულან ამდგარან და გასულან სინოდიდან აღარ დაბრუნებულან აი სხვა შორის ნათქვამი აქვს უწოდეს რომ ანუ უხილავი წევრიო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის არის წმინდა ნიკოლოზ საკველმოქმედიო და ზოგადად წმინდა ნიკოლოზი ითვლება საქართველოს ეკლესიის მფარველად როგორც აი წმინდა დიდმოწამე გიორგი არის საქართველოს ერის მფარველი ესე ნიკოლოზი არის მფარველი ეკლესიისა საქართველოს დაიცას კვლავ გაწმინდოს ყველა ის გასაწმენდი საზოგადოება და ადგილი და გარემო, რაც დღეს საქართველოს კარგს არაფერს არ უხადის პირიქით ამ ყოველ მიზეზთა გამო მოვიდა საქართველოს ჩვენი ქვეყანა დღემდე ამ უსახური სახით როგორც გამოიყურება დღეს, თორე ერთგულ ადამიანთა ჯაჭვი უწყვეტია და უფალმა არ დალიოს. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს შიგნით თუ გარეთ ისეთი დინამიკით და ისეთი ასე თქვა ტემპით მიმდინარეობს, რომ მცირე რაღაც ერთი წუთით ჩათვლემის საშუალებაც კი არ აქვს კაც ან როგორ უნდა ჩათვლიმო, მაგრამ უბრალოდ ძალიან ისეთი დრამატიზირებულია ბევრი რამ. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ასე თქვა ლექსიკა გამოთქმული წინადადება, თუნდაც ერთი სიტყვა საქართველოს მიმართ ქართული ასე თქვა დღესდღეობით მართველი ძალის გავანებოთ თავი ახლა ეს ეგრეთ წოდებული და ბჭყალები მათ ძალიან კარგად იციან ჩვენ როგორ ვთვლით და როგორ ვუყურებთ მათ. ვუყურებთ თუ არა ნამდვილ ხელისუფლად ძალიან საუცხოოდ კარგად იციან. როგორ მიგვაჩნია და საერთოდ რაც წარმოადგენენ ეს ადამიანები ჩვენ არ გიმალავთ თქვენ არაფერს. ამიტომ მათ მიმართ გაკეთებული განცხადებები და მერე შემდეგ ღონისძიებები, რასაც ახლო თუ შორეული მეზობლები მოიმოქმედებენ ხოლმე და ჩადიან კაცილებით მეტად ჰეგემონი სახელმწიფოები ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზეც რა თქმა უნდა
იცით და ეს სასიხარულო ნამდვილად არ არის. მე მინდა ჩასაფრებულების გასაგონად და ყველას გასაგონად. ეს ჩვენ მით უმეტეს ჩვენს პოლიტერთობას არასდროს არ უხარო და არ გვიხარა არის აქ სასიხარულო. ისაა სასიხარულო რომ ჯერ ესენი რო ბრძანდებიან და მე ამათ გამო რო ქვეყანა ზარალდება? ეს პირიქით მეგობრებო. ამის გამო იცით უბრალოდ ჯანსაღი მოაზროვნე ადამიანი აქ არა მხოლოდ სიხარულს, არამედ მხოლოდ წუხილს გამოთქვამს. იცით უპირველესად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ ყველა უბედურება რაც კი ჩვენ მოვიწიეთ ჩვენ დავიმართეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავიმართეთ, რა დღეშიც ავართ და რეალურად უნდა გავუსწოროთ თვალი. მით უმეტეს ამ ხელისუფლებების არჩევით მოვიწიეთ. ჩვენ პირადად არა, ჩვენ შეიძლება არ აგვირჩევია, მაგრამ საერთოდ ზოგადად, აი ხელისუფლებების, ბოლოდროინდელი ხელისუფლებების არჩევით, ჩვენ ეს განსაცდელები ჩვენს ერზე მოვიწიეთ თავისთავად, რადგან მიზეზ შედეგობრივია ყველაფერი და ძალიან კარგად ვიცით, წმინდა მამათა გარდმოცემა გეგახშირად გვახსენებს ხოლმე, რომ ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდება ციდან უფლის ნების გარეშე. თვითონ ხელისუფლებას, რომელსაც თითქმის არაფერი არ გაუკეთებია ქვეყნის საკეთილდღეოდ, მე ვიტყვით ამამად, არა ერთჯერადი ეფექტი რას იკეთია თქვენი ჭირიმეთ. თითი არ მეუდია გრძელვადიანი პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებისათვის. ყველა კუთხეს, ყველა ასე ვთქვათ, სეგმენტს და სფეროს გულისხმობ და მოვიაზრებ ახლა. ოცნება რომელიც ეს გუნდი რომელიც წინა რეჟიმთან არანაირ დისკომფორტს არ აგრძნობს და არც გრძნობდა და ეხლა რაღაც ფარისეულურად თითქოს ასამართლებენ რეჟიმს და თურმე რეჟიმს კი არ ასამართლებენ ბატონებო არჩევნებში უნდა მიაღებინონ მონაწილეობა კვლავ რამე თუ ილუზიურად გგონიათ რომ მათ ფონზე კიდევ ძალზედ მკვეთრად დადებითად გამოჩნდებიან. არა და სწორედ მათ ფონზედაც აღარ სჩანან დადებითად და როგორ შეიძლება რაიმე პოზიტივზე მსჯელობა, როცა თითქმის მთლიანად გადმოიპორტირეთ, ძველი თუ ცოტა მოგვიანებით გაწევრიანებული, ასე ვთქვათ, ნაცები და საერთოდ იმ კოჰორტის წარმომადგენლები თავიანთ გუნდის წევრებად არიან და რაზეა საუბარი. გუნდი, რომელიც საერთაშორისო არენაზე ცნობილია ბატონებო, აი ძალზედ დიდ კონფორმისტ ძალად, რომელსაც შეუძლია ფულზე და პირადი ჯიბის შევსების გამო, ამ ფისკალური ეფექტის გამო ყველაფერი ჩაიდინოს და გააკეთოს ის, რაც თუნდაც ძირს გამომთხრელი იქნება ქვეყნისათვის და ეს ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ. ცოტა ესეც შეიძლება ითქვას, ახლა უტრირებით, შეუძლია მათ ამ დიდი თანხების გამო მეგობრებო, აი წყალქვეშაც გააცხოვრო მთელი ერი, აი წყალქვეშა გემში მოგათავსო. ნავებში დაგვაბინაო. და მე გვითხრან, რომ აი იქ ჩაგვიტარონ არჩევნები. თვითონ მოკალათენ კარგი. იქ ჩაგვიტარონ არჩევნები და იცი, აი შუა ზღვაში, შუა ოკეანეში ვარ თუ და ნახეთ როგორ კომფორტში გამყოფებ თუ ესეც გვითხრან. წყალი არ ჩამოდისო, ესეც გვითხრან. აი როგორ ზრუნავთო, თან ჟანგბადი ხომ უნდა ისუნთქო, ჟანგბადიც კილომეტრებიდან მოგვაქვსო და გასუნთქებთო, ამასაც დაგამადლიან, როცა იქ წყალქვემოთაც შენინებით არ აღმოჩენილი ხარ, მისი გამოისობით ახარ, ხო? ანუ ესეთი მზაკრული, ესეთი ფარისეულური და უინტელექტო ხონთ. მზაკრობას, რო ის ასე ვთქვათ, მან თავის ბოროტ შედეგებს, დიდ შედეგებს მიაღწიოს, ინტელექტით ჭირდება ასე თუ ისე, მაგრამ აქ ინტელექტი ძალზედ ესე ვთქვათ, ნიველირებულია, ძალზედ დაბალი ხარისხისაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აი გუნდი რასაც აკეთებს და ყველაფრის მზაობას გამოხატავს საკუთარი თავის გამო, ის უკვე რისკის შემცველია ქვეყნისათვის და დიდი ხანია რისკის მატარებელია. უბრალოდ იცით რა, ერთი რამ მინდა უთხრა დასავლეთისკენ ჭოგრიტით მომზირალ ადამიანებს. არა მხოლოდ ჭოგრიტით მომზირალ, აი ევროპა ჩვენი სახლია. ამ სლოგანისა და იდეოლოგიის ადამიანებსაც მინდა მიუმართო. და მინდა მიუმართო ასევე რუსოფილებსაც, რომ რუსეთის გარეშე, რუსეთთან მსახურების, რუსეთთან ვასლად ყოფნის გარეშე, რომ
ვერ წარმოუდგენიათ მათ საკუთარი ქვეყნის მომავალი. აი ორივეს გასაგონად მინდა რაღაც თქვა, მეგობრებო. ისტორიულად საქართველოს არ კლებია ბრძენი მართველები. ეს მეფობა გაუქმებული იყო თუ გაუქმებული იყო ერისმთავრები წარმოჩნდებოდნენ, როგორც მართლა ღირსეული თავკაცები. თუ არა და ბაგრატოვანები ჩვენ ისეთები ყავდა, გამეთანხმებით უპრეცედენტოა ჩვენ ბაგრატოვანთა რიგებში წმინდანთა რაოდენობა. გადახედოს ყველა. ბაგრატოვანთა რიგებში წმინდანთა რაოდენობა უპრეცედენტოა, ხო? ჩვენ რამდენიც ყავს და დიდება მათ. ანუ რისი თქმა მსურს დაწყებული ვახტანგ გორგასლიდან მანამდეც მერეც დავით აღმაშენებელზე ხო საერთოდ არ გვეყოფა დღე და ღამე საუბრისთვის თამარი აი კონკრეტულად ვახტანგ გორგასლაზე ადრეც გვითქვამს რა მას ყოველთვის შეეძლო ამ დიდ მონარქს ყოველთვის შეეძლო ლავირება დიპლომატია რომელიც ნამდვილად არ არის საფარისევლობა დიპლომატია თვითონ პოლიტიკის რაობა როცა მცირე ქვეყანა ხარ, მცირე ეთნოსი ხარ, აი ჩასაყრელად გამზადებული, ასე ვთქვათ, დიდი მეზობლები შორს თუ ახლოს იმყოფებიან, შენს ირგვლივ. შენ რა თქმა უნდა, ამ დროს ახლა განვავრცოთ, ხო, ძალიან მცირედ. აი ბიზანტიას რამოდენიმე გზის ისტორიას ახსოვს ეს. მაგარი ალიყურიც არ, ასე ვთქვათ, აჭამა, შეიძლება სირცხვილი აჭამა, სილა გააწნა, შეიძლება ასე ითქვას, ვახტანგ გორგასალმა. და თან იქ მანიპულირებდა ირანთან. მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვა, ეს ღვთივ გამგზობილი მართლაც დიდი წმინდანი ბერძნებთან ერთად, რომლებიც უყვარდა სხვათა შორის თავისთავად და მას შესაბამისი ნაწერები აქვს ამის შესახებ, ბერძნებთან ერთად ისპაჰანში ბოლომდე გავიდა და ირანი ბოლომდე გაიარა. აი ღირსებით შესვლა რას ნიშნავს? აი ღირსებით, აი ეს პიროვნება, ეს დიდი მეფე შევიდა იქ სადაც შევიდა. ასე რომ მრავალი მაგალითი ახლა ისტორიის წიაღში წავიდაო. აგერ ახლა ხანს ბატონო, ადენაუერის სასწაულათაა მონათლური ის ეპოქა, ხო? აი ძირს დანარცხებული გერმანია, დემორალიზებული გერმანია, ადენაუერმა მართლაც დიდმა გერმანელმა, მართლაც ევროვნულმა პიროვნებამ და ძალზედ გამჭრიახმა დიპლომატმა კაცმა, პოლიტიკოსმა ააყვავა და იმდენად ფეხზე დააყენა თავდაპირველად, რომ ის უკვე მალევე გახდა მეწინავე და ერთ-ერთი ჰეგემონი. დიახ, მას რუსიც უძახეს, როცა სამშობლოში დაბრუნდა მოსკოვიდან, ხასუსო, მოსკოვიდან, მან დიდი შეკვეთები და დიდი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ინტერესები ჩამოაყალიბა და განახორციელა, რა თქმა უნდა, გერმანიისთვის საკეთილდღეოდ. და ადენაუერის სასწაულს უწოდებენ მას. ანუ რეალურად ძალიან მრავალი რამ აქვს მისაბაძად, ასე ვთქვათ და დასანახად სახილველად ჩვენს დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ოფიციოს. და მე მათ რატომ მივმართე ახლა ორივე ფლანგს? ჯერ ერთი თუ ორივე ფლანგს არ ეკუთვნით, ორნიკე, განწირული ხარ. პოლიტიკაში სრული იგნორი გაქვს. თუ რუსეთის ვასალობა არ აქსურს და არ გსურს დასავლეთის ვასალობა და გამოირჩევი ეროვნული ცნობიერებით მართლაც და იმ სწორი მართლაც ანალიტიკით, კრიტიკული ანალიტიკით შენი ადგილი არ არის. ამათ რო კითხვა ამ ორივე ბედოლათებს, ჩვენთვის უკვე დიდი ხანია ერთ განსხეულებელ პიროვნებებს, რამე თუ რა მნიშვნელობა აქვს ვინმე რუსეთს ემსახურება მონურად თუ დასავლეთს. მსახურებაა და მონებაა. არ აქვს მნიშვნელობა იქ მცირე ქვეყანას ემსახურები თუ დიდს. ამიტომ ეროვნული პოზიციონირების ადამიანები ამ პოლიტიკური ერთობის სახით გნებავთ კიდევ არიან ადამიანები არდალევს უფალი ამ ქვეყანაში არიან სულ იგნორში ხოლმე და ესეც ამათი მონაპოვარია. არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს სიტყვა და მინდა რომ აი სწორედაც ესეთმა დიპლომატიამ, რასაც ქვია აი დიდი პოლიტიკა, აი გნებავთ აღმოსავლეთით, გნებავთ რუსეთი, იქნება ეს ჩინეთი, თურქეთი თუ ირანი ბატონებო, თუ დასავლეთი. აი ერთმანეთით უნდა ასე ვთქვათ, მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს ერთმანეთით დაბალანსება. ეს ქვეყნები ერთმანეთით უნდა დააბალანსოს. გორგასლის დიდი მეფის მაგალითი რატომ მოვიყვანე? ერთმანეთით უნდა ბალანსდებოდეს და არა ერთ ქვეყანას მიჯაჭულობა და ყმადნაფიცობა მისი. არა ბატონებო, დიპლომატია ეს საზეო
დიდი პოლიტიკოსების საქმეა, რომელიც არ აკლდნენ უწინ და უწინ საქართველოს და დღეს, რა ვიცი, ნიშანწყალი ამისა არ არის. რეალურად კი ამ შემთხვევაში, ამ პერიოდში, როცა ასეთი დიპლომატიით გამოირჩევი, ხო? შენ აძლიერებ შენს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას. განდევნი ხალხს, პირიქით, სამუშაო ადგილებს ქმნი, მხედრულ სულს ააღორძინებ. განათლებას, რომელიც დღეს არ არსებობს და ატროფირებულია, განათლებას აცოცხლებ, გააცოცხლებ და ჭეშმარიტ განათლებას დაამგვანებ. ისეც, როგორიც ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის დიდ წარსულს, განათლებულ წარსულს და ნაკვალევს და საერთოდ ქრისტიან მართლმორწმუნე ჩვენს ერს. თორნიკე, ამის კვალდაკვალ და საერთოდ ბევრი მოვლენა, რაც კი ჩვენს გარშემო ხდება, დიდ გავლენას ქონიობს ყველაფერზე აბსოლუტურად და ერთი კითხვა, რომ ამათ სად უდგათ ფეხი, ამათ რა ვექტორი უკავიათ, ან რას აპირებენ კონკრეტულად, აი რა არის მათი მსოფლმხედველობრივი პოლიტიკური ნიშა. ოდნავ მაინც რო გასაგებია, რომ რუსეთის ბრძანებას ხშირად ასრულებენ, მაგრამ ეს არის ის ურთიერთობა, რაც რუსეთთან უნდა გქონდეს? და ამ და მრავალ სხვადასხვა საკითხზე გთხოვთ, თუ შეიძლება ვიცი, რომ სასაუბრო გაქვთ. მივესალმები ჩვენს ვირფას ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს, გილოცავთ სრულიად საქართველოს, სრულიად ქართველ ერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. წმინდა ნიკოლოზისთვის არაერთხელ მითხოვია შეწევნა და ბევრჯერ დამხმარებია, მართლაც მსწრაფ შემწე წმინდანია, საოცარი ძალის მქონე და გისურვებთ, რომ წმინდა ნიკოლოზი იყოს თქვენი ოჯახების, ქართული ეკლესიის და სრულიად საქართველოს მფარველი. ხო, რა მსოფლმხედველობა აქვთ, ალბათ ჩემი აზრით აქ მარტივი არის პასუხის გაცემა. ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ პირად მერკანტილურ ინტერესებზე და არა საქვეყნო ინტერესებზე. კი ბატონო. აი ამგვარი მსოფლმხედველობა აქვთ. ახლა დავიწყოთ უცხოეთის სიახლეები. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ASHS-ის წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთ მოსმენაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკმაყოფილოა ქართული ოცნების მმართველობის პოლიტიკით. რუბიოს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება ანტიამერიკული მთავრობაა, რის გამოც შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებს და ქართული ოცნება ამგვარი პოლიტიკის გატარებისთვის დიდ ფასს გადაიხდის. ეს ყოველივე არის იმის შედეგი, როდესაც ტრამპს Deep State-ის ნაწილს ეძახიან და Deep State-ს უცხადებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ აქ მაყურებელმა არ მინდა არასწორად გამეგოს, თითქოს მე გამოვრიცხავდე მსოფლიო ელიტების არსებობას. ელიტები ყოველთვის არსებობდა, ჩემო ძვირფასებო, ნებისმიერ საუკუნეში არ აქვს მნიშვნელობა, ესენი მასონები არიან, ილუმინატები, Deep State-ი, თქვათ ტამპლიერთა ორდენი თუ ასე შემდეგ. ელიტები ყოველთვის არსებობს, იქ სადაც ძალაუფლება და ფულის ფეტიშია, ასე ვთქვათ, იქ ყოველთვის იარსებებს ელიტა. მაგრამ როდესაც აი ამგვარ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ტრამპს მიაკუთვნებენ Deep State-ის ნაწილად, კაცს, რომელიც ებრძვის რეალურად ამ მოვლენას. შემდეგ, შედეგიც არ დააყოვნებს და ბუნებრივია ამგვარ განცხადებებს გააკეთებენ ამერიკელები და ჩვენ უნდა გქონდეს მაქსიმალურად ფრთხილი პოლიტიკა. მე პირადად ხშირად მომყავს ხოლმე ეგრისის მაგალითი. კუბას მეორის მეფობის პერიოდი, როდესაც არჩევანი დაგვიდგა ან ბიზანტიას, ან სპარსეთს შორის. ერთი ხანობა ავირჩიეთ ბიზანტია და მივიღეთ შესაბამისი შედეგი, ერთი ხანობა ავირჩიეთ, მეორე ხანობა ავირჩიეთ სპარსეთი და მივიღეთ შესაბამისი შედეგი და იქ აიეტისა და ფარტაზის ცნობილი ორატორული, ასე ვთქვათ, კამათიც შედგა. ერთი ერთს უჭერდა მხარს და მეორე მეორეს. თუმცა საბოლოოდ საქართველოს მაინც ქრისტიანული ბიზანტია აირჩია. აი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა პირადი კეთილდღეობა და პირადი თანამდებობები, არამედ საქვეყნო ინტერესები და მოდით ვთქვათ რა არის საქართველოს ინტერესი. აი ჩემი თვალით დანახული. ყველას თავის მოსაზრება აქვს. მე პირადად მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც განათლება და ჯანდაცვა არის უფასო, ნებისმიერ საფეხურზე. დიახ, სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ შექმნას მაქსიმალურად ბევრი სოციალური პროგრამა. ვინაიდან ადამიანს ხშირად არა აქვს იმის საშუალება, რომ შვილს მისცეს განათლება, მიიღოს
ასე ვთქვათ, ჯანდაცვაში მომსახურება, ელემენტარული მომსახურება თუნდაც. განათლება და ჯანდაცვა უნდა იყოს უფასო. სოფლის მეურნეობა უნდა იყოს განვითარებული აუცილებლად. ჩვენ შეიძლება არ გვაქვს მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და არ გვაქვს სათანადოდ ბევრი მიწა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი მიზეზი იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ვერ განვავითაროთ. რა, ჰოლანდიას დიდი მიწები აქვს, ჩვენზე პატარა ქვეყანაა ტერიტორიით. მაგრამ 100 მილიარდიანი ბრუნვა აქვს სოფლის მეურნეობაში თითქმის ყოველწლიურად ამ პატარა ქვეყანას. სოფლის მეურნეობა უნდა იყოს განვითარებული. პოლიციელის და ჯარისკაცის ღირსება სათანადო სიმაღლეზე უნდა იდგეს. განათლების სისტემა უნდა იყოს როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციებზე დაფუძნებული და როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, ბატონებო, წიგნის კითხვის გარეშე განათლება არ მოდის. მე ხშირად მიხსენებია, რომ ამბობენ განათლების სპეციალისტები შემდეგ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებას, რომ შედარებით დაბალ განვითარებული ადამიანები ინტერნეტში მიღებული მოკლე ინფორმაციით მიიღებენო განათლებას. მაგრამ აი ნამდვილად განვითარებული და ნამდვილად განათლებული ადამიანები წიგნის კითხვით შეძლებენ ამ მისის მიღწევას. ამიტომ წიგნი უნდა შევაყვაროთ დასაწყისიდანვე ჩვენს ახალგაზრდობას და მხოლოდ დიდოსტატის მარჯვენა და ჯაყოს ხიზნები კი არ უნდა კონდეს წაკითხული, როდესაც სკოლას ამთავრებს. იქ კარგად უნდა იცნობდეს მსოფლიო ლიტერატურას და ისტორიის წიგნებში არ შეიძლება რომ ორ გვერდზე ჩატიო ეპოქის ისტორია და 50 შეკითხვა დაუსვა. დიახ, ისტორიის წიგნები უნდა წავაკითხოთ ჩვენს ახალგაზრდობას. ჯავახიშვილის წიგნები აუცილებლად უნდა წაიკითხოს. რა თქმა უნდა, თითოეულმა მოსწავლემ. და არა მხოლოდ შევაყვაროთ ჩვენს მოსწავლეებს და რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა ვთარგმნოთ. ახლა მეორე სიახლეზე გადავალ. ოქროს გუმბათის პროექტი. ოქროს გუმბათი მოგეხსენებათ არის თავდაცვითი სისტემა, ერთგვარი თავდაცვითი ფარი, რომელიც აქვს ისრაელს და ისრაელი სწორედ ამ ტექნოლოგიის დახმარებით და წყალობით ახერხებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე გაშვებული ბომბები ჰაერშივე გაანეიტრალოს. და დონალდ ტრამპმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ 175 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს გუმბათის პროექტი დაამტკიცა. ეს არის თავდაცვითი ფარის ტექნოლოგია, როგორც გითხარით, და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა. ტრამპმა პროექტის ხელმძღვანელად შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების გენერალი მაიკლ გეტლეინი დანიშნა. და კიდევ ერთი სიახლე, რაც შეეხება ირანს, მოგეხსენებათ შეერთებული შტატები მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ირანის მიერ ურანის გარკვეულ პროცენტამდე გააქტიურებას და ბირთვულ სახელმწიფო ჩამოყალიბებას. ამასთან დაკავშირებით იმართება არაერთი შეხვედრა და ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ამერიკელებთან ნებისმიერ მოლაპარაკებას. თუმცა ამ სიახლეში მინდა დავძინო, რომ რომში შედგება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი შედგება. და ეს ხამენეი, რასაც ბრძანებს ტრამპთან დაკავშირებით, კულისებიდან კი არ ბრძანებს და ოლიგარქიული სისტემის ნარჩენი კი არ არის. ის სულიერ ლიდერობასთან ერთად არის ოფიციალური პირიც. და კონსტიტუციურად მას საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, საფუძვლები აქვს მრავალი ინოვაციისა თუ დაბლოკვისა თუ ასე შემდეგ. და deep state-ის მორჩილად კი არ წარმოისახავს მართლა მტერ სახელმწიფოს, როგორც ჩვენ ვიქცევით. ჩვენ არა, მაგრამ ჩვენს თავზე ვინც აზის ამჯერად ის როგორც იქცევა. თქვენი ნებართვით, ბატონო ბექა. 2017 წელს მე ეს მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა. 2017 წელს მე და ბატონი ლევან ჩაჩუა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი შევხვდით ამერიკელების ჯგუფს, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და იკვლევდა გრანტების განკარგვის საკითხს და მათ პირდაპირ გითხრეს, რომ ისინი გაოგნებულნი იყვნენ. ეს ტრამპი ახალი მოსულია მაშინ ხელისუფლებაში ის პერიოდია. ისინი გაოგნებულნი იყვნენ თუ როგორ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ამგვარი საგრანტო პროექტები ოჯახის ინსტიტუტის, სამშობლოს, ტრადიციული ღირებულებების, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. და იქვე აღნიშნეს, რომ გამოდიანო მთავრობის წევრები და აცხადებენ,
პირდაპირ დაუფარავთ, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურად არისო, მაგრამ სამარცხვინოა ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რეალურად რაც ხდება საქართველოში. აი, პირდაპირ ვიყავი მომსწრე, ძალიან სერიოზული წარმომადგენლები იყვნენ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. კი ბატონო, კეთილი, მადლობა თორნიკე. გეგა გთხოვთ თუ შეიძლება თქვენი ხმა გაგვაგონეთ და თქვენი ჭკვიანური მოსაზრებები. მოგესალმებით, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ საკულო-მოქმედი შეგეწიოთ და ფარველი ყოფილიყოს და მეოხი თქვენი წინაშე ღვთისა. გერონ და თეოდორე ნილასი არის ესეთი მამა, ესე იგი იყო აგიოფანტის მონასტერში მსახურობდა, შემდეგ კრეტის მთებში გადავიდა გამოქვაბულში, დაეყუდების 8 წელი იტვირთა, მასთან შენახვედ რა ადამიანებს ვიცნობდა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ადამიანების გულის თქმებს პირდაპირ იგებდა, რომელსაც შეეძლო რომ შენს არθულზე, აწყვოზე და მომავალზე პირდაპირ ესე ესაუბრა, ეს ერთ-ერთი ადამიანი იყო მისული და არც კი დამაცადაო მასო, აი რა კითხვებითაც მიმართვას ვაპირებდიო, ყველაფერზე ესეთი ძალიან ამომწურავი პასუხები გამცაო. ვიღაცამ სხვებს რა ჩემთვის დავალებული ქონდათო კითხვებიო რა მამა თეოდორეს რომ ნახავ, მას უთხარიო ეს ჩვენგან ეს შეიკითხეო, პირდაპირ მითხრა რომ იმამას ეს გადის. ეს დიდი ღვაწლმოსილი სულიერი ადამიანი მამა თეოდორე ნილასი რა, ეს დიდი მამა და ეს მამა შეხვდა 2009 წელს ერთ-ერთი მეოფე ნეოფიტეა, ესეთი მღვდელმთავარი ამ ადამიანს და მას უთხრა რომ აი ერთო დილასო, ჯერ ახლა 2009 წელია ეს ძალიან, მაშინ არც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მაშინ მეუფე ნეოფიტე მეხლახანს გაიხსენა, მოკლედ ეს ფაქტი და მოყარო. ერთ დილასო ყავას რომ დალევთო, ყავის დალევაში რომ იქნებითო გართულიო ტელეეკრანებთანო, თქვენო მოისმენთო ინფორმაციასო ტელეეკრანებზე, ნიუსებში, მოკლედ მოისმენთ ინფორმაციას, რომ ისრაელმა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით დაბომბა ირანის ბირთვული პროგრამაო. და ამას მოყვებაო, ესე იგი, ერდოღანის დამხობა თურქეთშიო და მთელი ბოლოა ესეთი ესქატოლოგიური მოვლენების განვითარება დედამიწაზე, აი ამ მოვლენებიდან დაიწყებაო რა. როგორც ჩანს ჩვენ ახლა ნელ-ნელა ვუახლოვდებით აი ესეთ კულმინაციურ პროცესს, რომელსაც აი ჩვენი ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსის წინასწარმეტყველებდა და კიდევ პაისი მთაწმინდელი და ესეთი მამები, რომელსაც საუბრობდნენ. ჩვენ როგორც ჩანს ბოლო ისეთ ეპოქაში შევაბიჯეთ და მივდივართ, როდესაც შეუქცევადი პროცესი წავიდა, აი მახსენდება კოვიდის პანდემიის პროცესი, ახალი დაწყებული იყო პატრიარქმა თქვა, რომელიც მე მაგონებსო ლოდსო, რომელიც დაგორდაო მთიდანო და იმას ვეღარაფერი გააჩერებს და ყველაფერს წალეკავსო. შეგიძლიათ ეს ნახოთ, გაიხსენოთ და ეს რა არის, ამი რისი გულისხმის ყოფის მიზეზი შეიძლება გახდეს ჩვენთვის აი ესეთი წინასწარმეტყველებები და ინფორმაციებია რა. აი წმინდა პორფირე კავსოკალიველი ამბობს ეს დიდი მამა, რომ წინასწარმეტყველების მიზეზიო, რის გამოც ეს ეძლევა ღვთისაგან ადამიანსო, არის რეალურად ის, რომ ეს წინასწარმეტყველება არ შესრულდესო. ანუ ადამიანმა გულისხმა ჰყოს, რატომ არის მასზე დაშობილი, როგორც ნინევიის მაგალითი, ხო, ჩვენ ვიცით აი ნინევიაში როგორც მოხდა, რომ განწირული იყო ეს ქალაქი, ღვთის გადაწყვეტილება მასზე იყო მიღებული უпростоრად, მაგრამ როდესაც ნინევიელებმა შეინანეს, დაიწყეს ლოცვა, რომ დაიწყეს მარხვა, ყველაფერი შეიცვალა. აი დღეს კაცობრიობა აი ამ თავისი უშჯულოებით გამრავლებული სოდომური ცოდვის, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ბოლოჟამის მოვლენების დაჩქარებისა, უკონტროლო უდიდესი გარყვნილებით, სიბილწით, ძალადობით, ბოროტებით, აღზევებით, ადამიანის სულის ეშმაკთან დანათესავებით, როგორც ამბობს წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, ნენელა კაცობრიობა უახლოვდება თავის აი ამ აღსასრულის, ანუ როგორც ეგნატე ბრიანჩაინოვი ამბობს, თავად გამოითხოვსო, როგორც სალეცელს მიჯაჭვული ავადმყოფის სასიკვდილო თას, რომელსაც თავის ტანჯვებით დაიღალა და აღარ შეუძლია სიცოცხლეო და აი სწორედ ასეთ მდგომარეობამდე მიდის დღევანდელი კაცობრიობა და აი რატო ვამბობ მე ახლა და რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი? ერთის მხრივ ეს თორნიკეს იმ საუბარს მოვაყოლე, რაც ირანთან დაკავშირებით საუბრა და მეორეც მხრივ მე ამას ქართველი ხალხისთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გულისხმა ვყოთ და გავაცნობიეროთ რა უმძიმეს, ურთულეს ეპოქალური გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი ქართველი ერი და საქართველო. რის წინაშე ვიმყოფებით და როგორი უნდა იყოს ჩვენი მიმართება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან და იმის მაგივრად რომ დღეს ჩვენ მართლაც ერი და ბერი ერთობით ვფიქრობდეთ, ვაზროვნებდეთ, ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ და დიალოგი გქონდეს ერთმანეთთან, აი პატრიოტ ალიანსმა რომ თქვა, რომ საერთო საყოველთაო გამოკითხვა ჩავატაროთ, რომ
გავიგოთ ქართველი ხალხის პოზიცია, რეალურად გავაცნობიეროთ როგორია ნება ქართველი ერისა. იმის მაგივრად რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ და ერთსულოვნებას ვესწრაფოდეთ, ჩვენი ყველაფერი მიმართული არის დაპირისპირების, მდგომარეობის, ურთიერთსიძულვილის, თითების გაშვერის და გადამტერების წინააღმდეგ და გამოდის ამის ფონზე ესე ყობახიძე ჩვენი პრემიერად წოდებული პიროვნება და იძახის რომ ყველაფერი დამოკიდებულიაო როგორ წარიმართებაო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობაო როგორ დასრულდება ორთა ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტ შორისო. როდესაც ჩვენ ვისმენთ მარკო რუბიოს განცხადებას, რაც თორნიკემ მაგერ წაიკითხა, რომ ის რა მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ქართულ ოცნებასო არა? აი, როდესაც ასეთ პოპულიზმზეა დაფუძნებული და მართლაც აი ბექამ სწორი აღნიშნა რომ წყალქვეშ გადაგვიყვანენ საცხოვრებლადო თუ მათ ფინანსური ინტერესებზე ნამდვილად ასე არის. ახლა მე ვკითხულობდი რომ 2095 კვადრატული მიწის ნაკვეთი გადაუციათ იმის ორბელიანის სასახლის გვერდზე ტერიტორიაზე იმისთვის ქართული ოცნების შემომწირველი ერთ-ერთი გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ხო შეუძენია სენაკის მერზმაო თავის ბიჭსო და ბიძაშვილსო 38 მილიონის ტენდერი მოაგებინა. ნუ რა ხდება ახლა თბილისის მერიაში და სულ ამ ტენდერებზე და ვიღაცა ოცნებასთან როგორაა გარიგებული შენდობას ვითხოვ ამის ჟარგონი ჩასასტავებული აი ჟარგონულად რო ვთქვა როგორ ურთიერთობაში ხარ ქართულ ოცნებასთან აი ეს რომ რაც შევა ბევრი ფული იშოვო და მე ამ ფულით უზრუნველყოფილი ცხოვრება სადღაც გაიქცე მაგრამ წასასვლელიც აღარ გექნებოდა ბატონებო ამ ძალიან მალე იმიტომ რომ ყოველმხრივ ბლოკადაში ექცევით ახლა ლიტვას უწოდებენ რომ ესო დიპ სტეიტი აურიო და ეს გვემტერებოდა ყოველთვის მაგრამ უნდა გააცნობიო რომ სოფლიო ცივილური დღეს სამყარო გადაინტერეთ დაიპირისპირეთ და თქვენ სამომრჩეველს რომელმაც ხმა მოგცა და რომელმაც თქვენთვის იბრძოლა აი თუნდაც მედია კავშირი ობიექტივი ავიღოთ რა მედია კავშირი ობიექტივი რომელმაც გაასაჯაროა არა ყველა მიცის ეს ციხის კადრების ამბავი რის საფუძველზეც მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება რითი მოვიდა ქართული ოცნება სწორედ აი ამ ეზო ცოცხები ამ ცოცხების ძახილით არ მოვიდა და არ გვაშინებდა ბოლო წლების განმავლობაში ხა უბრალოდ ეხა კიდე რაღაც ახალი ხა დიპ სტეიტია მტრის ხატი, მაგრამ აქამდე ცოცხი იყო. და ამის გარდა კიდევ როგორი იგნორირება მიდის ქართული ოცნების მიერ პატრიოტ ალიანსისა და ობიექტივისა, მედია კავშირი ობიექტივისა, ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი ამას დაინახავს. როგორ უგულებელყოფილი არის ეროვნულ ქრისტიანული ძალები, აი ეს ჩვენი პატრიოტთა ერთობა, რომელიც დაფუძნდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ. აი ეს როგორი უგულებელყოფილია სრულიად არც არსად უძახიან, არც აზრს არ ეკითხებიან, როდესაც ამ ძალას ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს, ძალიან ბევრი ამომრჩეველი ყავს, ძალიან დიდი მხარდაჭერა რაოდენობა ყავს ეს ოფიციოზ უნდა თუ არ უნდა ეს რეალობა. ამის მიუხედავად და სრულიად მიმდინარეობს ამის იგნორი. ანუ სრულიად ცდილობს ეს სისტემა რომ გარიყოს, ყველა თავის გზები მოისუფთავოს და შეიქმნას ეს მტერის ხატებზე დაფუძნებული რაღაც უზრუნველყოს თავისი პოლიტიკური კარიერა და თავის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური ძალაუფლება და ეს ბატონებო ჯერ ესეთი მეტაფიზიკურ სასჯელს მოიტანს. ანუ როდესაც თქვენ სცოდავთ ერისა და ღვთის წინაშე და როდესაც თქვენ სიცრუეზე აგებთ თქვენს საქმიანობას, აუცილებლად ამის გამო პასუხს ადგებთ ღვთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე. ეს ერთი. და მერე კიდე ჩვენ კაცო ჩვენი მამხილებელი სიტყვა ხალხს ესმის და 2 და 3 კაცი არა ვართ. ეს ერის ნება არის და ეს ერის ნება უნდა გამოვლინდეს. და ქართველი ხალხი ერთ დღესაც ამას აღარ მოითმენს. და ეს განწყობა საქართველოში იგრძნობა, რომ ეს ნაცქოცური ილუზია და ეს ტყუილი რაც შექმნეს და რაზეც ააგო ბიძინა ივანიშვილმა ეს ილუზია და ეს თავის კოჰაბიტირებული პოლიტიკური ტყუილი ძალიან მალე დასრულდება, იმიტომ რომ ქართველი ერის ნებას ეწინააღმდეგება ეს და ეს ნება თავის შედეგს აუცილებლად გამოიწვევს. და უნდა ახსოვდეთ, გეგა, მათ უნდა ახსოვდეთ, შენ არაერთ გზის გითქვამს, გაგიხსენებია და თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ შენ გაცილებით ხშირად, რომ პატრიარქის ქადაგებაც იყო შესაბამისად. და რა თქმა უნდა, სრული ჭეშმარიტებაა ეს, რომ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არც მეფეს. და არც პატრიარქს და არც პარლამენტს მით უმეტეს. თქვენ ბატონებო ვის მიწას ყიდით? რა მიწას ყიდით? რას? ამ წმინდა მიწას, რომელიც თქვენი არ არის, რა უფლებით ყიდით და ვის უნდა მიყიდოთ? აქ არ არის მხოლოდ უცხოელებზე საუბარი. აქ 1-2 გაგშვებული ქართველი ოლიგარქის ხელშიც არ უნდა ჩავარდეს უზარმაზარი ქონება, რომელიც კაცმა არ იცის შემდეგ რა მიმართულებით და რა მიზნებს მოემსახურება ეს მათი ასე ვთქვათ ნადავლი. მე ნადავლს დავარქმევ მხოლოდ, მეც არაფერს და გამახსენდა რა, ჩემო მეგობრებო. აი
საჰაერო ოქროს გუმბათზე საუბრობდა წეხან ჩვენი თორნიკე. 2013 წელს შედგა შეთანხმება და ეს მემორანდუმი კვლავ ძალაშია. შედგა შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთს შორის, რომ მსგავსია ოქროს გუმბათს საფრანგეთს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სისტემა აქვს. მათ სხვა სახელი ქვია კიდევ. აი ამ ასე ვთქვათ, საჰაერო დაცვის მექანიზმს დიახ, რომ ქართული ზეცა ქართული ცა დაცული ყოფილიყო და ძალზედ ისე მაგრამ პირუტყვა და პროფესიონალურად რაც ნამდვილად არ არის ის რომ კონკრეტულად აქ რაღაც ეს არის მხოლოდ ქართული პროექტი ეს ქართული პროექტი აქ მხედრული სული კი არ უნდა ჩაკლა და თავდაცვის უნარიანობა კი არ უნდა მოსპო ეხლა მე გუსმენ მაგალითად რამოდენიმე იცით რა დაემართ ამ პროექტს კონკრეტულად ცნობილია კაცო რომ მაშინ ალასანია იყო სხვათა შორის ალასანიას თავოსნობით მოხდა ეს ყველას თავის სამსახური და დამსახურება არ უნდა დაეკარგოს ბოდიში მოუხადეს თვითონ ივანიშვილმა მოუხადა ბოდიში რუსეთის წარმომადგენელ უშუალოდ პუტინს რომ ესო ბოდიში თუ გაცრავათო და რა თქმა უნდა ამას მერე მოყვა ალასანიას სასვლას და ბევრი რამ მოყვა კიდევ იცი და ასეთი მოღალატოებრივი პროექტები უпростоრად პროექტების შეჩერება მოღალატეობრივად და ის რაზეც ახლა ჩვენო მეგობრებმა ისაუბრეს და სასაუბრო კიდევ იმდენია რომ სურვილიც კი აღარ აქვს რამე თუ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის აქ ობიექტივის ტელევიზიაში რომ ობიექტურობას პირუთვნელობას არ ღალატობს ეს პოლიტერთობა და არც არასდროს უღალატია ამას საზოგადოება კარგად ამჩნევს. ჩვენ შეგვიძლია ბოდიში მოგიხადოთ ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო რომ დღეს ზარი ვერ განხორციელდა ამ ეთერში, თუმცა ძალიან კარგად იცით რომ ჩვენ ზარებს ყოველთვის პასუხობთ, დრო იყო მცირე და მინდა რომ უპირველეს ყოვლისა მადლობა მოვიხადოთ უფლის წინაშე ჩვენი აქ ტელევიზიის წინაშე რომელმაც უზრუნველყო ეთერში გასვლა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველას წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული და გფარავდეთ წმინდა ნიკოლოზი და ჩვენი მეუღთა დიდი დასი. ოღონდ ისე გფარავდეთ რომ მფარველობა გსურდეს თორე ძალდატანებით თავს მოხვეულად არ ირჯება და ჯერ არ გარჯილა ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი მაცხონებელი დედა ეკლესია. კარგი ნათქვამია, ძალით ცხონდი ბებია არ გამოდის არასდროს. ცხონება ბებიამ თუ არის სურვა და ბაბუამაც ის ვერ ცხონდება. ასე რომ დაგემშვიდობებით და მერტმა თავს რომ გავაცნობიეროთ ეს რაზეც ჩვენ ხა ისაუბრე, მართლაც რომ ძალით, მაგრამ სასუფეველიცა და იძულების ოღონდ შენ უნდა აიძულო საკუთარი თავი და მე ვერავის და შენ და ჩვენ ვერავის ვერ გაიძულებთ რომ ღვთის სასუფეველის გზას დაადგეთ, მაგრამ ერთადერთი მისია, აზრი, არსი, დანიშნულება იმისა თუ რისთვის არის წუთის სოფელში მოვლენებული ადამიანი, ეს არის ეძიოს სასუფეველი და სიმართლე მისია. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი ერი გააცნობიერებს ამას, რა არის ცხოვრების არსი და მისი გზა და იდეა ერთადერთი იქნება რომ სასუფეველი ღვთისა, მაშინ წყალობაც მოვა, იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს ეძიეს სასუფეველი და სიმართლე მისია და ეს ყოველი შეგეძინება და თუ ჩვენ სასუფეველის ძიებას არ დავიწყებთ და თუ ამოსავალი წერტილი და მიზანი ჩვენთვის სასუფეველი არ გახდება, ვერაფერს აქ ვერ შევძლებთ და ვერც პოლიტიკაში წარმატებებს ყველა ვინც სხვა გვარად გეტყვით ის პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელი უბრალოდ გატყუებთ. ერთს დავამატებ უცბად, რა საკვირველია უფრო კარგად არის ნასაზრდოები, რწმენა ცოდნით გამტკიცებული და ვისურვებ, რომ საქართველოს სკოლებში, აბსოლუტურად ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ყველა რეგიონში ისწავლებოდეს ფაკულტატურ არჩევის საგნად მართლმადიდებლობის საფუძვლები. რა თქმა უნდა, ეს როდიდან გვაქვს ჩვენ ეს, ასე ვთქვათ, მოთხოვნა არა, სურვილი და მოთხოვნაც თავისთავად, მაგრამ ამათ გინდა მოთხოვე, გინდა არა. ნახვამდის პატივცემული. ღმერთმა წყალობა გიმრავლოთ და გაგახაროთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.